თანამედროვე დემოკრატია ფართო და ღრმა სისტემაა, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად საყრდენს. პირველი, საკანონმდებლო ხელისუფლება, ანუ პარლამენტი, ამზადებს და იღებს კანონებს, აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მეორე, აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მთავრობა, ახორციელებს კანონებს, მართავს ქვეყანას ყოველდღიურად. მესამე, სასამართლო ხელისუფლება, იცავს კანონის უზენაესობას, აკონტროლებს სხვა შტოებს. ასევე დემოკრატიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მეოთხე, თავისუფალი მედია, აკონტროლებს ხელისუფლებას, ავლენს კორუფციას, აწვდის ხალხს ინფორმაციას. მეხუთე, სამოქალაქო საზოგადოება, ანუ NGO-ები, აქტივისტები, კავშირები, იცავენ ადამიანების უფლებებს, ახდენენ ზეწოლას ხელისუფლებაზე. და ბოლოს, რაც მთავარია, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. საქართველოში აქედან პირველი, პარლამენტში პრობლემები არსებობს. ბოლო წლებია უმრავლესობა პრაქტიკულად მთლიანად ერთი პარტიის ხელშია. მეორე, მთავრობა, პრობლემები არსებობს. ფორმალურად მოქმედებს მაშინ, როდესაც მას ჩრდილიდან მართავს ივანიშვილი. მესამე, სასამართლო, მძიმე პრობლემებია. სასამართლო სისტემა მართულია კლანური დაჯგუფებების მიერ. მეოთხე, მედია, მათზე მუდმივად მიმდინარეობს ზეწოლა, სასამართლო საქმეები, ფინანსური პრობლემები. მეხუთე, NGO-ები, მიღებულია უცხოური აგენტების კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მათი საქმიანობის შეზღუდვას. მეექვსე, არჩევნები, ძირითადად ტექნიკურად სწორედ ტარდება, მაგრამ ხშირია ამომრჩევლის დაშინება, შანტაჟი, ადმინისტრაციული რესურსი, მედიის კონტროლი და არათანაბარი პირობები. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის 6-ვე შტოში პრობლემაა, მაგრამ თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, სამართლიან დემოკრატიულ რესპუბლიკას.